მოგესალმებით, მე მოვთენგის აგენტე. ეს ჩვენი საგაკვეთილო თემა იქნება კომპიუტერის ვირუსებისგან განთავისუფლება, ასე ვთქვათ, გაწმენდა. ამისათვის მე გავაკეთებ რამდენიმე მოქმედებას და გასწავლით თუ როგორ უნდა გავაწმინდოთ კომპიუტერი ვირუსებისგან. შევდივართ სტარტში, შემდეგ რამში და წერთ ასეთ ამაცემებს, მაგალითად shift%, მაგალითად temp%. ეს ზოგადად კომპიუტერის აჩქარებასაც გამოიწვევს და ნორმალურ რეჟიმში დაიწყოს ფუნქციონირებას კომპიუტერი, შემდეგ დავთანხმდებით OK-ს და ამოდის ასეთი ვირუსის ტოლი ფაილები და საჭიროა ამ ფაილებისგან განთავისუფლება კომპიუტერის. ჩვენ არ ვშლით პირდაპირ მეთოდით, ვშლით მონიშნვის წესით, ასე მოვნიშნავთ რამოდენიმე ამ ვირუსის ტოლ ფაილს და ვირჩევთ ბრძანებას delete. ასე წაიშალა. რაც რომ არ წაიშლება და ასეთი სახით ამოვა პანჯერაში, ვაწყობთ OK-ს და შემდეგ კიდევ ნიშნავთ ჰორიზონტალურად, ასე. კიდევ ნიშნავთ რამოდენიმე ფაილს. რაც თუ არ იშლება, იმას ტოვებთ ავტომატურად. ასე. ნიშნავთ და აძლევთ OK-ს. შემდეგ ასე მივყვებით ეტაპობრივად და ნიშნავთ არ ვშლით ამას ფულიანი სახით, ვშლით მხოლოდ რამოდენიმე ფაილს, მაგალითად ასე რამოდენიმე ფაილს ასე თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი კომპიუტერი რამოდენიმე ამის შემდეგ შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც არ წაიშლება ავტომატურად ტოვებთ, ხურავთ ამ პანჯერას, გამოდივართ და ვასუფთავებთ ასევე მუსორის კარზინას და შემდეგ ისევ ბრუნდებით აღნიშნულ ფორმატში. ასე კიდევ ნიშნავთ, შეიძლება უკანა დაბრუნდეს ამ ვირუსის ტოლმა ფაილებმა, შეიძლება კი არ არის გამორიცხული, ნამდვილად ბრუნდება უკან, ისევ ვშლით ამ ფაილებს, ასე იგივე წესით მონიშნის, იგივე წესით და ხურავთ ამ პანჯერას, ისევ ვასუფთავებთ კარზინას. არ არის აუცილებელი მთლიანად გავასუფთავოთ რამის ფორმატი და ნახავთ, რომ კომპიუტერი ნახეთ, როგორ სწრაფად შეიძლება არ იქნება დაყოვნება და ეს არის კომპიუტერის რაღაც მომენტში, ასე ვთქვათ, ტემპის ასწრაფება, ვირუსის ტოლი ფაილებისგან გაწმენდა და დასრულება. მადლობა.